მათუსალმა 969 წელი იცოცხლა, სწორედ ამდენი დაბადების წიგნის მიხედვით. მისი მამა ენოქი 365 წელი ცხოვრობდა და საერთოდ არ მომკვდარა. ადამმა 930 წელი იცოცხლა, ნოემ 950, სეთმა 912, ენოშმა 905, იარედმა 962, მაჰალალელმა 895. ეს გამონაკლისების სია არ არის. ეს ნორმაა კაცობრიობის პირველი 10 თაობისთვის დაბადების წიგნში. წარღვნის წინ ყველა ადამიანი საუკუნეებს ცხოვრობს. წარღვნის შემდეგ ციფრები კლებას იწყებს. სემი კიდევ 600 წელს ცხოვრობს, ევერი 464-ს, ფარანი 205-ს, აბრაამი 175-ს, მოსე კი 120 წლის ასაკში კვდება. და ეს უკვე გამოკვეთილად არის აღნიშნული, როგორც განსაკუთრებული ხანგრძლივი სიცოცხლე. შემდეგ ფსალმუნთმგალობელი ახალ ნორმას აფიქსირებს. ჩვენი წელთა დღეებია 70 წელი და თუ დიდი ძალა აქვს ადამიანს, 80 წელი. მათუსალის 979-დან 70-მდე ეს არ არის ნელი კლება, ეს ჩამოშლაა. თანაც ჩამოშლა, რომელიც თვითონ ტექსტში დაფიქსირებულია, როგორც კონკრეტულ ისტორიულ მომენტში მომხდარი რამ. წარღვნის შემდეგ, ბაბილონის კოშკის შემდეგ, დაბადების ნარატივის გახსნის პროცესში. რა ხდება ამ ციფრებში? სიტყვასიტყვითი ისტორიული ფაქტებია, სიმბოლური კონსტრუქციებია, თეოლოგიური პროგრამაა, თუ ისეთი რამ, რასაც გასაგებად კულტურული კონტექსტი გვჭირდება, რომელშიც ეს ტექსტები დაიწერა? აი, ჩვენი გამოძიების პირველი საიდუმლო. რას ნიშნავს ეს ციფრები და რა არის მათი წარმოშობა? მეორე საიდუმლო შედარებითია. დაბადების წიგნამდე დიდი ხნით ადრე მესოპოტამიაში არსებობდა ტექსტები, რომლებიც აღწერდნენ მეფეებს, რომლებიც წარღვნამდე ათასობით წელი მეფობდნენ. ერთ-ერთი ასეთი მეფე, ალულიმი, 28800 წელს მეფობდა. მეორე, ალალგარი 36,000 წელს. საერთო სია 8 მეფეს ითვლის, რომლებმაც ჯამში 251,200 წელი იმეფეს. სწორედ შუმერული სამეფო სია ამ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე შესწავლილი ლურსმული წარწერის დოკუმენტი. რამდენად არის ბიბლიური ციფრები ამ ტრადიციასთან დაკავშირებული? და მესამე საიდუმლო, თეოლოგიურია. თუ მივიღებთ, რომ ეს ციფრები რაღაც აზრს ატარებს, არა მხოლოდ ან არა მარტო სიტყვასიტყვიც, მაშინ რას გვეუბნება ის? რატომ არის ეს ინფორმაცია ტექსტში შეტანილი? რა უნდოდა ავტორს ეთქვა, როცა დაწერა, რომ მათუსალმა 969 წელი იცოცხლა? დავიწყოთ ტექსტით, თვითონ დაბადების წიგნის გენეალოგიების სტრუქტურით. დაბადების მეხუთე თავი, ადამის გენეალოგია, თავისი აგებულებით ზუსტი დოკუმენტია. თითოეული ჩანაწერი ერთსა და იმავე სქემას მიჰყვება. N იცოცხლა X წელი და 7 ძე. ძის დაბადების შემდეგ N კიდევ Y წელი იცოცხლა და 7 ძენი და ასულნი. სიცოცხლის ყველა დღე იყო Z წელი და მოკვდა. სწორედ ეს ფორმულური სიზუსტე გვიმტკიცებს, რომ აქ გვაქვს არა პოეტური ტექსტი და არა ჰიმნი, არამედ ტექსტი, რომელიც ქრონოლოგიურ სიზუსტეს აცხადებს. ამიტომ აქ ციფრები პრინციპულად მნიშვნელოვანია, არა როგორც დაახლოებით, არამედ როგორც კონკრეტული მონაცემები. ავტორმა იცის განსხვავება 979-სა და 968-ს შორის. ეს სიზუსტე განზრახულია, მაგრამ რას ნიშნავს ეს სიზუსტე? ეს პირველი კითხვაა. განვიხილოთ რამდენიმე ძირითადი ინტერპრეტაციული მიდგომა, არა როგორც თანაბარი ვარიანტები, არამედ როგორც თეოლოგიური პოზიციები სხვადასხვა წინაპირობებით. პირველი მიდგომა სიტყვასიტყვითია. ციფრები ნიშნავს ზუსტად იმას, რასაც ამბობს ტექსტი. მათუსალმა იცხოვრა 979 მიწიერი წელი, 365 დღით თითოეული. ეს რეალობა იყო ადრეული ადამიანებისთვის, სხვადასხვა შესაძლო მიზეზით. განსაკუთრებული ბიოლოგია ცოდვამდე და ან წარღვნამდე, განსაკუთრებული ბუნებრივი პირობები, განსაკუთრებული კლიმატი, საკვების ხარისხი, ატმოსფეროს შემადგენლობა. სწორედ ეს მიდგომა არის ნორმა ბიბლიის სიტყვასიტყვითი ინტერპრეტატორებისთვის. და სწორედ მას სჭირდება პასუხი აშკარა კითხვაზე. რა შეიცვალა? რატომ დაიწყო წარღვნის შემდეგ ციფრების კლება? შემოთავაზებული იყო სხვადასხვანაირი პასუხი. წარღვნამ ატმოსფეროს შემადგენლობა შეცვალა. გაქრა წყლისცა. გუმბათი გუმბათზე დაბადების პირველ თავში, რომელიც რადიაციისგან იცავდა, შეიცვალა კვება. წარღვნამდე ადამიანები, ვეგეტარიანელები იყვნენ. დაბადება პირველი, 29 მუხლი. მერე მათ ხორცის ჭამის ნებართვა მიიღეს. დაბადება მეცხრე თავი, მესამე მუხლი. შეიცვალა მორალური ატმოსფერო. სიტყვასიტყვითი მიდგომა თანმიმდევრული და სერიოზულია. ის ტექსტს საკუთარ პირობებზე იღებს, მაგრამ ქმნის არაერთ სამეცნიერო სირთულეს. პოპულაციურ ბიოლოგიას არ აქვს მექანიზმები, რომლებიც ადამიანს 900 წელი აცოცხლებდა. გენეტიკური კვლევები არ აჩვენებს შორეულ წარსულში სიცოცხლის ხანგრძლივობის საგრძნობლად მეტი ხანგრძლივობის კვალს. ანთროპოლოგია 800-900 წლის ადამიანების ჩონჩხებს არ პოულობს. მეორე მიდგომა
სიმბოლურია. ციფრები არა ქრონოლოგიური მონაცემებია, არამედ სიმბოლური კონსტრუქციები, რომლებიც თეოლოგიურ ან კულტურულ მნიშვნელობას ატარებს. სწორედ ეს არის ფართოდ მიღებული თანამედროვე აკადემიურ ბიბლიოლოგიაში. რა შეიძლება ნიშნავდეს ციფრები სიმბოლურად? რამდენიმე შესაძლებლობა არსებობს. ციფრები როგორც სტატუსისა და ავტორიტეტის ნიშანი. ძველ სამყაროში სიცოცხლის ხანგრძლივობა პირდაპირ უკავშირდებოდა ღვთისგან რჩეულობას, სიბრძნეს, ზნეობრივ სიდიადეს. რაც უფრო დიდხანს ცხოვრობდა ადამიანი, მით უფრო დიდი ავტორიტეტი ჰქონდა. ამიტომაც პატრიარქები, როგორც ტრადიციის თეოლოგიური მამები, მაქსიმალურად გრძელი სიცოცხლით არიან დაჯილდოებული. ეს ბიოგრაფიის აღწერა კი არაა, ეს ღირსების მინიჭებაა. ციფრები, როგორც ისტორიული დროის შეკუმშვის გზა. თუ ავტორს სურს აჩვენოს, რომ შექმნიდან წარღვნამდე ბევრი, ძალიან ბევრი თაობა გავიდა, სწორედ დიდი ციფრებით გადმოსცემს ამას. ეს არ არის ქრონოლოგიური ოქმი, ეს არის ნარატიული გამოხატვა. ძალიან ბევრი დრო გავიდა. ციფრები როგორც ეპოქალური ხასიათის მითითება. სწორედ ის, რომ ციფრები წარღვნის შემდეგ იკლებს, არის თეოლოგიური განცხადება. რაღაც ფუნდამენტურად შეიცვალა. კაცობრიობა ახალ ეპოქაში შედის. სამყარო სხვა გახდა. სწორედ ეს ცვლილება გადმოაქვს ციფრებს. მესამე მიდგომა, ლინგვისტურია და კულტურული. ციფრები არის იმ სპეციფიკური თვლის სისტემის შედეგი, რომელიც ტექსტის წარმომშობ კულტურულ გარემოში იყო მიღებული და სწორად თარგმნის შემთხვევაში ჩვენს ჩვეული სისტემით სხვა შედეგებს გვაძლევს. სწორედ აქ ჩნდება ყველაზე ტექნიკურად საინტერესო ჰიპოთეზა. მთვარისეულ თვლაზე. ამ ჰიპოთეზის მიხედვით, დაბადების ადრეული ტექსტები არა მზის კალენდრის წლებად, არამედ მთვარის თვეებად ითვლის. თუ დაბადების ციფრებს 12-ზე გავყოფთ, მივიღებთ. ადამი გარდაიცვალა 77 წლის ასაკში, მათუსალი, 80 წლის ასაკში, ნოე, 79 წლის ასაკში. ეს უკვე სავსებით რეალისტური სიცოცხლის ხანგრძლივობაა ძველი სამყაროსთვის, მაგრამ ამ ჰიპოთეზას სირთულეები აქვს. მისი მიხედვით, ენოქი 30 წლის ასაკში მოკვდებოდა, ხოლო მათუსალს პირველი ვაჟი 10 წლის ასაკში ეყოლებოდა. თუ 128 წელს 12-ზე გავყოფთ, რაც ბიოლოგიურად შეუძლებელია. გარდა ამისა, თორას სხვა ნაწილები სრულიად ნათლად განასხვავებს წლებსა და თვეებს და ასაკების აღწერისას ჩვეულებრივ სწორედ წლებს გულისხმობს. ჩვენ გამოძიების შუა ნაწილამდე მოვედით. დროა, განვიხილოთ ის, რაც ამ დისკუსიის ყველაზე მნიშვნელოვანი კონტექსტუალური არგუმენტია. შუმერული სამეფოსია. 1966 წელს ანტიოქიაში გათხრებისას აღმოჩნდა ლურსმული ტექსტის ფრაგმენტი, დათარიღებული დაახლოებით ქრისტეშობამდე 150 წლით, მაგრამ სათავეს მესამე ათასწლეულის ტექსტებიდან იღებდა. ეს არის შუმერული სამეფოსია, დეტალური დოკუმენტი, რომელიც შუმერისა და აქადის მეფეებს ჩამოთვლის. მისი პირველი ნაწილი წარღვნამდელ მეფეებს აღწერს. სწორედ ეს წარღვნამდელი ანალოგია შუმერულ ენაზე და აკადურადაც არის პრინციპული პარალელი დაბადების წარღვნამდელ სამყაროსთან. შუმერული სია ასევე ყოფს ისტორიას წარღვნამდე და წარღვნის შემდეგ და სწორედ ამ დაყოფით აღნიშნავს ეპოქის შეცვლას. შუმერულ სიაში ციფრები ასტრონომიულად დიდია. ალულიმი 28800 წელს მეფობდა, ალალგარი 36,000 წელს, ენმენლუანა 43200 წელს. ჯამში 8 წარღვნამდელმა მეფემ 251,200 წელი იმეფა. ამ ციფრებთან შედარებით, ბიბლიური მათუსალის 969 წელი საკმაოდ მოკრძალებულად გამოიყურება. ეს პირველი მნიშვნელოვანი დაკვირვებაა. ბიბლიური ციფრები თავიანთ ჟანრში შედარებით ზომიერია. ისინი იმავე ტრადიციას მიჰყვებიან. ადამიანებისთვის ძალზე შორეულ წარსულში უკიდურესად ხანგრძლივი სიცოცხლე, მაგრამ გაცილებით თავშეკავებულად. სწორედ ეს გვეუბნება ამ ტრადიციის ბუნებაზე. არსებობდა კულტურული წარმოდგენა, რომ წარსულის ადამიანები დღევანდელებზე ბევრად დიდხანს ცხოვრობდნენ. ეს წარმოდგენა საერთო იყო შუმერებისთვის, აქადელებისთვის, ბაბილონელებისთვის. ბიბლიური ავტორები იმავე კულტურულ სივრცეში მუშაობდნენ და იმავე ნარატიულ კონვენციებს იყენებდნენ. სწორედ კონვენციაა აქ საკვანძო სიტყვა. ეს არ არის მოტყუება და არც გულუბრყვილობა. ეს არის შორეული წარსულის აღწერის აღიარებული კულტურული ჟანრი. ისევე, როგორც დღეს ვამბობთ. ძველად ადამიანები უფრო მარტივად და უფრო დიდხანს ცხოვრობდნენ და ამით სიტყვასიტყვით ქრონოლოგიურ მონაცემებს არ გულისხმობთ. ახლო აღმოსავლეთის ავტორებიც იგივე შეხედულებას ციფრებით გამოხატავდნენ, მაგრამ აქ მნიშვნელოვანია არსებითი გამიჯვნა. კულტურული კონვენციის აღიარება არ ნიშნავს, რომ ტექსტი იტყუება. ეს ნიშნავს, რომ ის რეალობაზე ლაპარაკობს, მაგრამ იმენით, რომელიც განსხვავდება თანამედროვე ბიოგრაფიის ენისგან. როგორც ჰომეროსთან ილიადაში აღწერილია რეალური ისტორიული მოვლენები, მაგრამ ეპიკური ნარატივით, სადაც ღმერთები ბრძოლაში ერევიან. ნარატიული კონვენცია ისტორიულ ბირთვს არ ანადგურებს. ახლა განვიხილოთ დაბადების რიცხვები, მათი შინაგანი ლოგიკის თვალსაზრისით, რადგან სწორედ აქ ვხედავთ რაღაც არსებიც.
თუ პატრიარქების ასაკებს ცხრილში დავსვამთ და მხოლოდ საბოლოო ციფრებს კი არა, იმასაც დავაკვირდებით, რა ასაკში შვა თითოეულმა პირველი ვაჟი, საოცარ რამეს აღმოვაჩენთ. პირველ შვილის დაბადების ასაკი პატრიარქების უმეტესობას 65-დან 187 წლამდე აქვს. ეს არც კი გამოიყურება რეალისტურად, თუნდაც ადამიანებისთვის, რომლებიც 900 წელი ცხოვრობენ. თუ 900 წლამდე ცხოვრობ, რატომ უნდა დაელოდო 180 წელს, რომ პირველი შვილი გეყოლოს? სწორედ ეს კითხვა აჩვენებს, რომ ციფრებს თავისი ლოგიკა აქვთ, მაგრამ ეს ლოგიკა ბიოლოგიური კი არა, ნარატიულია. კიდევ ერთი დაკვირვებაც არსებობს, რომელსაც მკვლევრები დიდი ხანია აკეთებენ. მასორეტულ ტექსტში, ბიბლიის სტანდარტულ ებრაულ ტექსტში, რომელსაც თარგმანების უმეტესობა ეყრდნობა, ერთი ტიპის ციფრებია. სეპტუაგინტაში, ბერძნულ თარგმანში, რომელიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე რამდენიმე საუკუნეში გაკეთდა, ხშირად უფრო დიდი ციფრები გვხვდება. სამარიტულ ხუთსიგნეულში კი მესამე ვარიანტია. სწორედ ეს სხვაობა ხელნაწერთა ტრადიციაში აჩვენებს, რომ ციფრები არ იყო მყარად ფიქსირებული ისტორიული მოცემულობა. სხვადასხვა საზოგადოება ტექსტის გადაწერისა და თარგმნის დროს ცვლილებებს აკეთებდა, რაც ზუსტ ისტორიულ ფაქტებთან მიმართებით წარმოუდგენელი იქნებოდა. ახლა თეოლოგიურ კითხვას მივუბრუნდეთ, რომელიც ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანია. რატომ არის საერთოდ ეს ინფორმაცია ბიბლიაში ჩართული? დაბადების მეხუთე თავის გენეალოგია: ადამი, სეთი, ენოში, კენანი, მაჰალალელი, იარედი, ენოქი, მათუსალი, ლამექი, ნოე. 10 თაობა. სწორედ 10, არა 12. ეს რიცხვი სტრუქტურულია. წარღვნის შემდეგაც ისევ 10 თაობაა სემიდან აბრაამამდე. სწორედ ასეთი სიმეტრია აჩვენებს, რომ ჩვენ წინაშია თეოლოგიურად აგებული სტრუქტურა და არა ბიოგრაფიული მონაცემების შემთხვევითი ნაკრები. სწორედ ეს სტრუქტურულობა არის ციფრების ფუნქციის გასაღები. ისინი ქმნიან ქრონოლოგიურ ჩარჩოს. გავიდა ამდენი და ამდენი თაობა, რომელშიც ისტორია თავსდება. ეს არ არის ზუსტი წელთაღრიცხვა ჩვენი გაგებით. ეს არის თეოლოგიური პერიოდიზაცია. შექმნიდან წარღვნამდე ეპოქა. წარღვნიდან აბრაამამდე ეპოქა. სწორედ ამიტომ კლებულობს ციფრები წარღვნის შემდეგ. ტექსტი თეოლოგიურ იდეას გადმოსცემს ეპოქების შეცვლაზე და არა სიცოცხლის ხანგრძლივობის ბიოლოგიურ ფაქტს. სწორედ ამიტომაც კვდება მათუსალი წარღვნის წელს. ამას რიცხვებიდან მათემატიკურადაც გამოითვლი. ეს შემთხვევითი დამთხვევა არაა. ეს ნარატიული მინიშნებაა. წარღვნამდელი სამყაროს ბოლო პატრიარქი იმავე დროს მიდის, როცა მიდის წარღვნამდელი სამყარო. ახლა განვიხილოთ კიდევ ერთი არსებითად მნიშვნელოვანი ასპექტი. რას ამბობს თვითონ ბიბლია თავისი რიცხვების ბუნებაზე? 90-ე ფსალმუნში მოსეს ლოცვაა. სწორედ მოსე ამბობს იმ სიტყვებს, რომლებიც დასაწყისში ვციტირეთ. ჩვენი წელთა დღეებია 70 წელი, ხოლო დიდი ძალის შემთხვევაში 80 წელი, მაგრამ იმავე მოსემ 120 წელი იცოცხლა და სიცოცხლის ბოლოს მასზე ნათქვამია. მოსეს 120 წელი ჰქონდა, როცა მოკვდა, მაგრამ მისი მხედველობა არ დაბნელებულა და ძალა არ დასუსტებულა. ეს არის გამოკვეთილი განსაკუთრებული ხანგრძლივობა, ტექსტითვე აღნიშნული როგორც გამონაკლისი. სწორედ ეს წინააღმდეგობაა თეოლოგიურად პატიოსანი. მოსეს 120 წელი ღვთისსაჩუქარია და არა ნორმა. ნორმა 70, გამონაკლისი 120. ასე აყენებს ბიბლია ერთ ადგილზე ნორმას და მეორე ადგილზე აჩვენებს, რომ ღმერთს შეუძლია ამ ნორმის საზღვრებს გადააჭარბოს. ახლა განვიხილოთ ის, რაც ყველაზე კონკრეტულია და ყველაზე თეოლოგიურად დატვირთულია წარღვნამდელ ასაკთა შორის. ენოქის ისტორია. ენოქი 365 წელი. და დადიოდა ენოქი ღმერთთან და აღარ იყო, რადგან ღმერთმა წაიყვანა იგი. სწორედ ის არის ერთადერთი ადამიანი მეხუთე თავში, რომელზეც არ წერია და მოკვდა. ყველა სხვას ფორმულა და მოკვდა ამთავრებს. ენოქს არა. სწორედ ამიტომ მისი რიცხვი განსაკუთრებულ აზრს ატარებს. 365. მზის წლის დღეების რიცხვია. სიტყვასიტყვით წაკითხვაში ეს შემთხვევითი დამთხვევაა. ნარატიულ ლოგიკაში თეოლოგიური მინიშნებაა. სწორედ ენოქი, რომლის სიცოცხლის ხანგრძლივობა მზის წელთან, ბუნების სრულ ციკლთან ემთხვევა, ის არის, ვინც ღმერთმა წაიყვანა. მისი სიცოცხლე ზეციურ წესრიგს შეესაბამება და სწორედ ამიტომ სრულდება სხვაგვარად, ვიდრე სხვების სიცოცხლეები. ეს დაკვირვება აჩვენებს, რომ დაბადების გენეალოგიაში ციფრები მნიშვნელობას ატარებს, რომელიც ყურადღებით კითხვისას ჩანს. ისინი შემთხვევითი არაა. ისინი აზრს ატარებენ, მაგრამ ეს აზრი თეოლოგიურია და არა ბიოგრაფიული. განვიხილოთ კიდევ ერთი ინტერპრეტაცია, რომელიც გარკვეულ აკადემიურ წრეებში პოპულარულია და ყურადღებას იმსახურებს. ციფრები კონკრეტული მათემატიკური სისტემის შედეგია. ზოგი მკვლევარი, განსაკუთრებით ამერიკელი მეცნიერი ჯონ უოლტონი, დაბადების ახლო აღმოსავლურ კონტექსტზე ნაშრომებში აღნიშნავს, რომ გენეალოგიის ციფრები შეიძლება აგებული იყოს მათემატიკური პრინციპებით, რომლებიც 7-ის და მისი წარმოებულების, მაგალითად 60-ისა და
და 600-ის გარშემო ტრიალებს. სწორედ 60-ობითი თვლის სისტემა იყო შუმერული მათემატიკის საფუძველი. ამიტომაც მათუსალის მაქსიმალური ასაკი 969 ახლოს დგას 1000-თან, რომელიც 60-ობით სისტემაში მაქსიმალური სამნიშნა რიცხვია და რიცხვი 49. განსხვავება 1000-სა და 979 შორის სტრუქტურულ მნიშვნელობასაც ატარებს. ეს მათემატიკური ვერსია საყოველთაოდ მიღებული არაა, სადავოა, მაგრამ მნიშვნელოვანს გვაჩვენებს. კვლევრები სერიოზულად აღიქვამენ იმას, რომ ციფრები კონკრეტულ სისტემას ატარებს და შემთხვევითი არაა. ახლა თეოლოგიურ შედეგებზე. რა იცვლება ჩვენს გაგებაში? თუ ციფრები არა სიტყვასიტყვითი ბიოგრაფიული მონაცემებია, არამედ ნარატიული კონსტრუქციები? პირველ რიგში, არსებითად არაფერი იცვლება თეოლოგიურ შინაარსში. დაბადების მეხუთე თავი ამბობს: ღმერთმა ადამიანი შექმნა, ადამიანი კვდება. დაბადებასა და სიკვდილს შორის მოდის თაობა. სწორედ ეს თეოლოგიური ბირთვია. სწორედ ადამიდან ნოემდე გენეალოგია ამყარებს კაცობრიობის ისტორიის უწყვეტობას შექმნიდან წარღვნამდე. სწორედ ეს უწყვეტობაა თეოლოგიურად მნიშვნელოვანი და არა ის 700 წელი იყო კონკრეტული ბიოგრაფია თუ 900. რა იცვლება? კითხვის მოდელი. ნაცვლად იმისა, რომ ვცდილობდეთ ახსნათ, ბიოლოგიურად როგორ შეიძლება ადამიანმა 900 წელი იცოცხლოს, მკითხველი თავისუფლდება კითხვაზე გადასასვლელად. რას გვეუბნება ეს ტექსტი ადამიანის ბუნებაზე, დროის ბუნებაზე, სიკვდილის ბუნებაზე, იმ ისტორიის ბუნებაზე, რომელსაც ღმერთი წარმართავს? სწორედ ეს კითხვა არის თეოლოგიურად პროდუქტიული. ახლა კიდევ ერთ მნიშვნელოვან კონტექსტს შევხედოთ. რა ხდება სიცოცხლის ხანგრძლივობასთან ა ブラ ამის შემდეგ? ა ブラ ამი 175 წელი, ისააკი, 180 იაკობი, 147 იოსები, 100 მოსე, 120 იესო ნავინი, 100. სწორედ აქ ჩნდება პრინციპული წერტილი. იესო ნავინის შემდეგ ძველ აღთქმაში აღარ არიან ადამიანები, რომელთა სიკვდილის ასაკი საუკუნეებით იზომება. მეფეები კვდებიან, მაგრამ მათი სიკვდილის ასაკი ან საერთოდ არ არის მითითებული, ან ჩვეულებრივია. სწორედ ეს გადასვლა არის თეოლოგიურად მნიშვნელოვანი. პატრიარქების ეპოქა. ადამიანები განსაკუთრებულად გრძელი სიცოცხლით, ღმერთთან პირდაპირი კავშირით, ღვთის პირდაპირი გამოცხადებებით. შემდეგ მოდის კანონის, წინასწარმეტყველების, მეფეების ეპოქა. ჩვეულებრივი ბიოლოგიური ცხოვრება. სწორედ პატრიარქების ხანგრძლივი სიცოცხლე მათი განსაკუთრებული სტატუსის ნაწილია. ისინი ეკუთვნიან ეპოქას, რომელიც თეოლოგიურად სხვაგვარია. სწორედ ეს არის პასუხი კითხვაზე. რატომ მაშინ? იმიტომ, რომ ტექსტი სხვა ეპოქას აღწერს, არა ბიოლოგიურად სხვა ეპოქას, არამედ თეოლოგიურად სხვაგვარს. სწორედ ასე მუშაობს ნარატიული ლოგიკა. ზღაპრებსა და მითებში წარსულის გმირები უფრო დიდები, უფრო ძლიერები, უფრო ბრძენები არიან, რადგან სწორედ ამით გამოიხატება თეოლოგიური იდეა, რომ წარსული თავისი ბუნებით სხვაგვარია. ეს არ არის მოტყუება და არც გულუბრყვილობა. ეს ნარატიული პრინციპია, რომელსაც ყველა კულტურა იყენებს საკუთარი ლეგენდარული წარსულის აღწერისთვის. ახლა რამდენიმე კონკრეტულ დეტალს შევხედოთ, რომლებიც ამ სურათს მნიშვნელოვან შტრიხებს მატებს. პირველი, ლამექის საკითხი, ნოეს მამისა. სწორედ ლამექის სიტყვებია ჩაწერილი შვილის დაბადებისას. ეს ნუგეშს მოგცემს ჩვენ საქმეში და ხელების შრომაში, იმ მიწის დამუშავებისას, რომელიც უფალმა დაწყევლა. სწორედ ასე ამბობს ლამექი ნოეზე. და სწორედ ნოეა ის, ვისი მეშვეობითაც ისტორია ახალ დასაწყისს იღებს. ეს თეოლოგიური მეტყველებაა. სწორედ ლამექის ხანგრძლივი სიცოცხლე აძლევს მას საშუალებას, თავისი შვილი ნუგეშის მცემლის როლში იხილოს. მისი ხანგრძლივობა ნარატიული მიზნის ინსტრუმენტია. მეორე, საკითხი იმის შესახებ, რა ხდება ტექსტის სხვადასხვა ვერსიაში ასაკებთან. სეპტუაგინტა ადამიანს 930 წელს აძლევს, როგორც მასორეტული ტექსტიც, მაგრამ კაენანისთვის, რომელიც მასორეტულ ტექსტში საერთოდ არაა, ის კიდევ ერთ თაობას ამატებს. სწორედ ეს დამატებითი თაობა ჩნდება ლუკას სახარებაში იესოს გენეალოგიაში. კაენანი, არფაქსადის ძე, არის არგუმენტი მათთვის, ვინც სეპტუაგინტის სიტყვასიტყვით წაკითხვას ამტკიცებს. მაგრამ სწორედ ეს დამატებითი თაობა არის არგუმენტიც მათთვის, ვინც გენეალოგიებში თეოლოგიურ კონსტრუქციებს ხედავს. მესამე, რიცხვი 40, როგორც კონკრეტული მოვლენების ხანგრძლივობასთან დაკავშირებული რიცხვი და არა სიცოცხლესთან. 40 წელი უდაბნოში, 40 დღე მოსეს მარხვა, 40 დღე წარღვნა, 40 დღე იესოს უდაბნოში ყოფნა. სწორედ 40 არის ბიბლიაში გამოცდის სისრულის რიცხვი. არა სიტყვასიტყვითი ქრონოლოგია, არამედ პერიოდის ამოწურვის სიმბოლური ნიშანი. სწორედ ეს გვაჩვენებს, რომ ბიბლიაში ციფრები ხშირად თეოლოგიურია და არა არითმეტიკული. ახლა ყველაზე მწვავე კითხვას მიუბრუნდეთ მორწმუნე მკითხველის თვალსაზრისით. თუ ციფრები არაა სიტყვასიტყვითი, ნიშნავს თუ არა ეს, რომ ბიბლია ცდება ან გვატყუებს? პასუხი პრინციპულად ასეთია: არა. თუ ბიბლიური ტექსტების ბუნებას სწორად გავიგებთ, ბიბლია არ არის თანამედროვე ბიოგრაფიული ლექსიკონი.
ის არ არის ისტორიული დოკუმენტი თანამედროვე ისტორიოგრაფიის გაგებით. ამიტომ მასზე ბიოგრაფიასა და წელთაღრიცხვაში მიღებული სიზუსტის კრიტერიუმების გამოყენება მეთოდოლოგიური შეცდომაა. ეს იგივეა, რომ პოემას ვკითხოთ, მისი მეტაფორები სიტყვასიტყვით მართალია თუ არა. სწორედ ამას ამბობდა ავგუსტინე ნეტარი, ჯერ კიდევ მეხუთე საუკუნეში. წმინდა წერილის ჭეშმარიტება თეოლოგიურია და არა ენციკლოპედიური. იმიტომ, რომ წერილი გვასწავლის ღმერთზე, ადამიანზე და მათ ურთიერთობაზე. ის ავტორიტეტულია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის ბიოლოგიის სახელმძღვანელოა ან ქრონოლოგიური ცნობარი. სწორედ ამიტომ დაბადებაში ციფრების სიმბოლური ან ნარატიული ბუნების აღიარება ბიბლიისადმი რწმენაზე უარის თქმა არ არის. ეს უფრო ზუსტი გაგებაა იმისა, თუ როგორ ლაპარაკობს ბიბლია რეალობაზე. ამ გაგებას იზიარებს თანამედროვე თეოლოგების უმრავლესობა, როგორც კათოლიკე, ასევე მართლმადიდებელი, როგორც პროტესტანტი, ლიბერალი და ასევე ბევრი კონსერვატორიც. ისინი დეტალებზე განსხვავდებიან. რამდენად სიტყვასიტყვითია ეს ციფრები, რამდენად ნარატიული. მაგრამ თანხმდებიან, რომ ბიბლია თეოლოგიური დოკუმენტია და არა ქრონოლოგიური მატიანე. დასასრულს პასუხი გავცეთ იმ სამ კითხვას, რომლებითაც დავიწყეთ. რას ნიშნავს ციფრები დაბადების გენეალოგიაში? სავარაუდოდ, ნარატიული კონსტრუქციებია, რომლებიც თეოლოგიურ მნიშვნელობას ატარებს. პატრიარქთა სტატუსი, ეპოქების შეცვლა, უწყვეტობა შექმნიდან აბრაამამდე. სწორედ კულტურული კონვენცია. წარსულის ადამიანები უფრო დიდხანს ცხოვრობდნენ. არის კონტექსტი, რომელშიც ეს ციფრები შეიქმნა და გაიგებოდა. ამასთან შესაძლოა არსებობდეს სიტყვასიტყვითი ინტერპრეტაციაც. ის ტრადიციულია და თეოლოგიურად თანმიმდევრული, მაგრამ ქმნის სამეცნიერო სირთულეებს, რომლებსაც მისი მხარდამჭერები სხვადასხვანაირად ხსნიან. რამდენად არის დაბადების ციფრები შუმერულ ტრადიციასთან დაკავშირებული? პრინციპულად დაკავშირებულია იმ აზრით, რომ ორივე ტექსტი მუშაობს ერთსა და იმავე კულტურულ კონვენციაზე, წარღვნამდელი ხანგრძლივი სიცოცხლისა და წარღვით ეპოქის შეცვლის შესახებ. მაგრამ ბიბლიური ციფრები ბევრად უფრო მოკრძალებულია, ვიდრე შუმერული. და სწორედ ეს მოკრძალება მიგვანიშნებს თეოლოგიურ პროგრამაზე. არა ეპიკური გადაჭარბება, არამედ პრინციპის ზომიერი დაფიქსირება. რას გვეუბნება თეოლოგია ამ ციფრებზე? რომ წარსული თავისი ბუნებით სხვაა? ეს თეოლოგიური ჭეშმარიტებაა, ნარატიული კონვენციებით გამოხატული, რომ ადამიანის სიცოცხლე შეზღუდულია და საბოლოოა. ეს არის კონსტანტა, რომელიც ყველა ეპოქაში რჩება. ადამი 930 წლის ასაკში მოკვდა, ფსალმუნთ მგალობელი. 70-ში. ორივე მოკვდავია. სწორედ მოკვდაობაა ის, რაც დასაწყისსა და დღევანდელობას შორის არ იცვლება. ჩვენი წელთა დღეებია 70 წელი და დიდი ძალის შემთხვევაში 80 წელი. და მათი საუკეთესო დრო შრომა და სნეულებაა, რადგან სწრაფად გადიან და ჩვენ მივფრინავთ. ფსალმუნი 89. მათუსალმა 969 წელი იცოცხლა. ფსალმუნთ მგალობელი 70 აღწერს. განსხვავება პრინციპულია, მაგრამ თვითონ ფსალმუნიც იმავეს ამბობს. დრო გადის, ადამიანი მოწყვლადია და ღმერთის წინაშე 1000 წელი გუშინდელივითაა. სწორედ ეს და არა კონკრეტული რიცხვი არის მთელი თემის თეოლოგიური ბირთვი. სიცოცხლის ხანგრძლივობა იცვლება, ღმერთის წინაშე სიცოცხლის ფაქტი არ იცვლება. გვასწავლე ისე დავითვალოთ ჩვენი დღეები, რომ ბრძენი გული შევიძინოთ. სწორედ ეს არის იმავე ფსალმუნის ბოლო სიტყვა. არ მოგცემს, რომ დიდხანს ვიცხოვროთ, არამედ გვასწავლის დღეების დათვლას. სწორედ ეს არის პასუხი გრძელ სიცოცხლეებზე. არა რამდენი წელი, არამედ როგორი ცხოვრე. ამ გამოძიების დასრულებამდე ღირს რამდენიმე მნიშვნელოვანი ძაფის დამატებაც, მის გარეშე სურათი არასრული რჩება. პირველი. საკითხი პატრიარქთა კონკრეტული რიცხვების მათემატიკური სტრუქტურის შესახებ, რადგან სწორედ აქ მიიღო აკადემიურმა კვლევამ ყველაზე საინტერესო შედეგები. რონალდ ჰეფმაიერმა და სხვა მკვლევრებმა შენიშნეს, რომ დაბადების მეხუთე თავის მასორეტული ტექსტის ციფრები ახლოს დაკვირვებისას შემთხვევითი არაა. თუ ავიღებთ თითოეული პატრიარქის ასაკს პირველი ვაჟის დაბადებისას და მას სიცოცხლის დარჩენილ ნაწილს დაუმატებთ, ყოველთვის მივიღებთ სიცოცხლის იმავე ჯამურ რიცხვს. ეს მათემატიკურად აშკარაა, მაგრამ უფრო საინტერესო სხვა რამეა. ციფრები ისეა აგებული, რომ მათუსალი წარღვნის დაწყების ზუსტ წელს კვდება. ამის გამოთვლა შესაძლებელია ადამიდან მათუსალამდე ყველა ციფრის შეკრებით. სწორედ ეს დამთხვევა, რომელიც შემთხვევითი არაა, რადგან ყველა ხელნაწერში ერთნაირად მეორდება, შეგნებულ კონსტრუქციაზე მიანიშნებს. ციფრები ისეა დალაგებული, რომ მათუსალი წარღვნამდელ სამყაროსთან ერთად მიდის. ეს ნარატიული არქიტექტურაა. სწორედ ამით ავტორი გვეუბნება. ერთი ადამიანი, მთელი ეპოქის სიმბოლოა, როცა ის მიდის, ეპოქაც მიდის. სწორედ ასეთი დამოკიდებულებაა ბიბლიურ ლიტერატურაში ნორმა. ციფრებს ნარატიული და თეოლოგიური მნიშვნელობა აქვთ და არა მხოლოდ ქრონოლოგიური ინფორმაცია. 7. სისრულეა. 10. თაობების სისრულეა. სწორედ წარღვნამდელი 10 პატრიარქი და წარღვნის შემდგომი 10 აბრაამამდე ქმნის ნარატიულ სიმეტრიას, რომელიც თეოლოგიურ ჩანაფიქრზე მიუთითებს.
მათუსალმა 969 წელი იცოცხლა და წარღვნის წელს მოკვდა. აბრაამმა 175 წელი იცოცხლა და სიკეთით სავსე სიბერეში მოკვდა, სიცოცხლით გაძღომილი. სწორედ ასე, გაძღომილი, სავსე, დაკმაყოფილებული. არა დიდხანს ნამყოფი, არამედ სიცოცხლით სავსე. სწორედ ეს სავსეობა ჩანს, როგორც ჩანს, იმ რამის გადმოცემას ცდილობს პატრიარქების ციფრები. არა წლების რაოდენობას, არამედ მათით სავსეობას. გვასწავლე ისე დავითვალოთ ჩვენი დღეები, რომ ბრძენი გული შევიძინოთ.